ბოლო 13 წელიწადში სოციალური პროგრესის გაუმჯობესებული მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ათეულში მოხვდა. ამერიკული ორგანიზაციის მონაცემებით ჩვენი ქვეყანა ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში ლიდერობს და მეზობელი სახელმწიფოების გარდა ნატოს წევრ 3 ქვეყანასაც უსწრებს. მრავალი ინდექსი, მრავალი სერტინგო კომპანია, მრავალი საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია აჩვენებს ადასტურებს საქართველოს წარმატებას და ნებრივია ყოველივე ეს ჩვენ გვაძლევს мотивაციას, რომ გავაგრძელოთ რეფორმები და კეთილსინდისერები მართვის პრაქტიკაზე დაფუძნებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით გავზარდოთ ეკონომიკა და ხელი შეუწყოთ სოციალური ფონის გაჯანსაღებას. ამერიკული ორგანიზაციის კუით დადებითად შეფასდა განათლების ხელმისაწვდომობა, ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მთავარ მიღწევად ჯანდაცვის მიმართულება დასახელდა. პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება გამომდინარე იმ ინდიკატორებიდან და იმ ხელშესახების შედეგებიდან, რაც გვაქვს ჩვენ უამრავი მიმართულებით ბიზნესის თავისუფლებიდან, სოციალური თანასწორობის მიმართულებით დასრულებული. საერთაშორისო რეიტინგებში ლიდერის პოზიციებს მმართველი გუნდი ქართული ოცნების პოლიტიკისა და რეფორმების ეფექტიანობით ხსნის. პირობას დებენ, რომ პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ის, რომ მოხდეს სიღარიბის საბოლოო დამარცხება და რა თქმა უნდა ამისთვის კეთდება ყველაფერი, თუნდაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ის უპრეცედენტოდ მასშტაბური ინვესტიციები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში იქნა საქართველოში მოზიდული, რა თქმა უნდა ჩვენ გვაძლევს კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას. გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო შემფასებელი ანალიტიკური ცენტრების პროფილურ კვლევებზე დაყრდნობით. მკვლევარებმა 2024 წლის მაჩვენებლები 2011 წლის მსოფლიო გამოკვლევის შედეგებს შეადარეს და პროგრესის ინდექსიც ასე მიიღეს.